აბა გავიქეცით. ჩავირბინოთ ზიგზაგში. დაუმიზნე. გონდა რამდენი 30 წამი. ეს როლე მესამე მონაწილეები მოდის ბავშვებო. აი ესე. მზად ხარ პრინცესა. 1 2 3 გავიქეცით წავიდა. აბა ჩქარა მიდი. მოდი პრინცესა ჩემი. აი ესე მოემზადე. და ხომ არ მოიწყინე. 2 3 წავიდა. არა, რასამა. დამერთოვდი. ჩქარა მიდი. მე წამოსულიყავი და მზად ხარ პრინცესა. არა, ბავშვია, მადლობა. კარგი ბავშვები ხარ. აბა 1 კუთები გამოვაგეთ. 1 2 და არა, რასამა. შენ დარჩი პრინცესა. არ მერიდე. მოდი უსვათ. ჩქარა. აბა ბავშვებო, როგორ მოგწონთ ლაიქში თამაში? და მე თქვენთვის საჩუქრები მაქვს, რადგან ესე ძალიან მაგრად თამაშობთ, ნახეთ მე რა მაქვს. რინგასის სუხარიკები და კროკოს ჩხირები ბავშვებო, აბა მოვიდა. აბა ბავშვებო, დრო უკვე რომ დავიწყოთ სპორტის ჩაქრობის ცერემონიალი, მზად ხართ? მარიამ სცენაზე ამობრძანდი პრინცესა, მოდი დედოფალო, ტაშით ამოვაცილოთ ბავშვებო. მარიამ, ეხლა გჭირდება მშობლები, დედიკო, მამიკო, სად ხართ? გამარჯობა, მობრძანდით, ტაშით ამოვაცილოთ ბავშვებო. მობრძანდით, აი მამიკო მოდის. გამარჯობა, გილოცავთ. დედიკო სად არის? დედიკო? სად არის დედიკო? აბა მარიამ მიდი დედიკო მოგვიყვანე. მოდი. ტაში ბავშვებო. აი დედიკოც მოვიდა. აი ახლა დროა რომ ამათო ცანთლები ჩავიფიქროთ, სურვილები და ჩავაქროთ, ხო? მზად ხარ? ჩვენ 3-მდე უნდა დავითვალოთ, აბა ბავშვებო მოემზადეთ. 1 2 და 3 შეუბეროთ. გილოცავ. Dama Mariam, Gaumar! აი ახლა მჭირდება შენი დახმარება. გისმენ, მაგრამ შეუძლებელს ნუმთხავ. შეუძლებელს არაფერს არ ვთხოვ რა. კახა სად არის უნდა მითხრა. რა თქინდა? მჭირდება. შეეშვი რა, არ გინდა. მინდა. და თან რაც შეიძლება ჩქარა. ვერ უშველი. ეგ ჩემი საქმე არა. და რატო უჩალიჩებ საკუთარ თავს? თან ხო იცი რომ მარტო არ ხარ. ნოდარი გაკონტროლებს ყველგან. ხო და აი დღეს შენ აიღე ჩემი კონტროლი შენ თავზე. დარჩენ მე ვიცი. აი ხო ხედავ. დღეს გენდობი. ოქროყანაშია. მადლობა. დაიცოდე რომ ვალში ვარ. ვინ არის ეს გადაწყდა? ჩემი თანამშრომელია. მინახავს სადღაც. სად? ცოტა ხნის წინ მეგობართან ვიყავი რესტორანში. იქ. რა უნდოდა?
რაღაცა საქმე მქონდა. მშვიდობა? არის რა. ეგა ცოტა ხნით უნდა შეეშვა მაგ ნოდარს, მაგას ახლა ცუდად აქვს საქმე და საშიშია ცოტა. თან მაგის სიძეზეც ვიცი. მოიცა შენ საიდან იცი? ვიცი. მეც ვიცნობ ვიღაცებს. თორე ეგეთი წყალწახებულიც არ ვარ. აუ, დამანებ რა თავი რა. შემეშვი რა. არ მიკეთებ მაგითი კაცს რო იცოდე. არა. ო რა. აი მე რომ არ ყოფილიყავი, გაცილებით ცუდად იქნებოდა თქვენი საქმე. ამიჯერ. და მაგ ბიჭის თემა კიდე დავხუროთ. მოგვარდება უთქვენოთ ეგ საქმე და შენ დარჩები ისე. თავისით არაფერი არ გვარდება. გედა. მე დაგეხმარები ბიჭო. ოღონდ შენ გაჩერდი. მოდი რა ხვალ ვილაპარაკოთ რა. როგორ დაიღალა? რაც მაგან დღეს ირბინა კიდე კარგადა. აბა, დღევანდელი დღისთვის ძალიან დიდი მადლობა. კარგი რა, პირიქით. ისე დავიცალე ემოციებისგან, ისეთი ბედნიერი ვარ. ძალიან. ები აკეთა დღეს. რა ბედნიერი იყო. ვიждები ასეც რო ხედავ ისე მეყარს. ხანდახან დიდი ადამიანივით რო ლაპარაკობს. იმ დღეს სახლში ავიყვანე რა და დაგეხმარები რა დაალაგებაშიო. გიჟებს. ერთადერთი გვაქვს დარჩენის პრობლემა. ჩემზე ისე ამოწებებული, რომ არც ბები ამის დარჩება. იმ დღეს გამიკვირდა თქვენ თარო დარჩა. პირველად გააკეთა ეგეთი რამე. მოდი რა თქვენობით აღარ მელაპარაკო. ძალიან უხერხულად გრძნობ თავს, კარგი? კარგი. შენზე რა სიტყვი? ჩემზე? და ბევრს არაფერს. ახლა ხან შემოვედი უცხოეთიდან. უცხოეთში სად? იტალიაში ვიყავი 1 წელი. სამუშაოდ. თავიდან სამუშაოდ და მე მივხვდი რომ საკუთარ თავთან განმარტოვებისთვის წავს ვარ. ბესმის. არა მგონია. ხანდახან მეძლივს მესმის ხოლმე ჩემი. შეიძლება, მაგრამ ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, ის არის რომ ხიმილი ძალიან გიხდება. მადლობა. დავედით. დავედით. არ გაიძრე. დავაი დროზე ხა. მიდი, ახლა წამიყვანე. აი დაწყნარდი, მიგიყვი. მიდი დროზე მიდი. არც ახლა მაქვს მიზეზი რომ აღარ გენდო. ოიცი რისი ღირსი ხარ, მაგრამ ჩემი ხელით არ იმსახურებ ამას.
ახას გამომიღალოდე. არა, ანდრეევიჩი. არა. უბრალოდ ძმაკაცი ვერ მივატოვე, გესმის? ძმაკაცი, რომელსაც აი ესე არასწორად მოექცნენ. მაგრამ ეს აი აქ არ არის ალაპარაკო რა. სალაპარაკო არც არაფერია. შენ უბრალოდ სხვა გზა არ დამიტოვე. მე შენ წინააღმდეგ არასოდეს წავსულა. არც წავა. მაგრამ არის რა ურთიერთობები, რომელშიც აი ესე მწვავედ შეჭრა არ შეიძლება. მეც მაქვს, ანდრეევიჩ, ჩემი პირადი სივრცე. და არიან ადამიანები, ვისაც ვერ მივატოვებ, ხვდები? ვერ ვუღალატებ. წადი გიგა. წადი. და აღარ დამენახო. ანდრეევიჩ, წადი. მიხედეთ. ისე რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს. რასამა ანდრეევიჩი? იგა ხო შვილი ვითქვა. შვილები ეგრე არ იქცევიან. მოიცა, კახასთან ერთად კახეთში რა გინდოდა? მეც მაგას არ მომბო. აბოს ქალებულივით რომ დატრაშუნდობს აქეთ-იქით. რომ ვაცადე რა ადამიანს რა. ვერაფერი ვერ გავიგე. შენ გონია თვითონ გაიგო, ა? იმიტომ მაგის ცხოვრებას და გონებას ვერაფერი რო ვერ ეშველა. მოკლედ ვახშამზე ვიყავით ისეთი არაფერი. იქიდან რო წამოვედით, ვიღაცა ორმა კაცმა მანქანაში ჩაისვა და სადღაც წაიყვანეს. ძალიან შემეშინდა. და გეგას დავურეკე. გეგას? ხო. გაგიშდი გოგო რა გეგას დაურეკე, არა ის. აბა რა მექნა? მეც არავის არ ვიცნობდა, მაგის ყოფილ ცოლს ხო არ დავურეკავდი. და რა გაარკვია მერე გეგამ? ჯერ ვერაფერი, მაგრამ მითხრა დაგირეკაო. აუ, ნერვებს მიშლი რა. ჩემთვის უნდა გეთქვა. და შენ რას გააკეთე? არ დაგარეკინებდი. არა მაქვს ახლა მაგის თავი რა. სალივ ნერვიულობ არ გესმის? ისიც კი არ ვიცი ადამიანი ცოცხალია თუ მკვდარი. ვაიმე, შედი Facebook-ზე. ის ბოლო ფოტოზე თუ ცრემლიანი სმაილიკებია, ესე კი მკვდარია. თუ ლაიქებია, ესე კი ცოცხალია რა. მარტივია, ნუ. კარგი რა, შეიძლება ყველა თემაზე ერთნაირად სულელურად ხუმრობდე? და შეიძლება შენ ისიც ეჩეტების გამო სუშარებში ეხვეოდე, ა? ვიფიქრე, რაღაც ბიზნეს დავიწყებ თქო. ამ გოგოს წმარ ცხოვრებას დაუბრუნებ თქო. ამან კიდე დამაყენა ეს ცვილის ალ კაპონე და მელოტი კორლეონე. მიხვეწები, მიდი რა რამე გააკეთე რა, გვაცადე ცოტა ხანი საუბარი. ნერვებს მიშლი უკვე. გაჩერდი გთხოვე. მე მერიდება და შენ ხარ დაურეკავდი. გაგიშდი? ბარცენ დაურეკე. მე ადამიანთან ურთიერთობას საერთოდ არ მაქვს რა მინდა. ხო. სვიხა. დიახ. გეხვეწები და ელაპარაკე, ხო ხედავდი არ მისმეს რა. იქნება რაიმე შევიდეს ამის გაუწყლოებულ ტვინში. რა უნდა, რა სიტყვას ვერ გავიგე. გამარჯობა. ვა, ანი, ესე ადრე მოდიხარ ხოლმე? მარტო რეპეტიციო? თქვენთან საქმე მაქვს. ჩემთან? ეხა არ მითხრა რომ თეატრიდან წასვლას აპირებ. მოდი, დაჭერაჭი. თქვენ საიდან იცით? მე საიდან ვიცი? იცი რამდენი რამე მაქვს ეგეთი გამოვლილი? კაი, თქვი მითხარი პირდაპირ შენ ხმარს არ მოეწონა. შენი ნათამაშები არ მოეწონა, რეჟისურო არ მოეწონა.
თუ მე არ მოვეწონე. ყველას ყველაფერი მოეწონა, უბრალოდ მაპატიეთ რა. ვერ გაპატიებ ნამდვილად. არ მეგონა ამდენ დროს თუ მოითხოვდა ეს საქმე. გოგო, კარტოფილის შეწვას უნდა 30-40 წუთი. და სპექტაკლისთვის 3-4 საათი ვერ გამონახე სათამაშოდ? მოკლედ ვერ მოახერხა. ხო და ამიტომ გელაპარაკი ამდენი. გითხარი, ეს არის საპასუხისმგებლო საქმე. გითხარი? მე ვიცი ეს ქართველი კაცების ამბავი რა, რომ ცოლი სპექტაკლში არ უნდა თამაშობდეს, სამზარეულოში უნდა ტრიალებდეს. ნუ ზოგჯერ სხვა ოთახებშიც. ღმერთო. არა, არაფერ შუაში არ არის. რა, არაფერ შუაში კი არა, თავშია. რა უნდა გავაკეთო ახლა, სპექტაკლები უნდა მოხსნა? არა, სანამ ჩემს შემცვლელს იპოვით, მანამდე ვიქნები, რა თქმა უნდა. ჩემო კარგო, ამ კონტრაქტზე ხელს რომ მიწერდი, ხო გაფრთხილებდი არა? რატომ მომიწერე ხელი? რა გეგონა? ისე დაახლოებით რამდენი ხანი დაჭირდება ვინმეს პოვნას. რამდენი ხანი? რა ვიცი, გამიჩინე ხა საფიქრალი რა. ნუ ვეცდები რომ სწრაფად მოვაგვარო, მაგრამ ვერაფერს ვერ შეგპირდები. ისე უბჯოფესი ხო არა, ქმარს გაგაშორო. მე წავალ. კარგად იყავი. ისე გადაეცი მეუღლეს, მოვიდეს, გაგვეცნოს. ჩვენ არა ვართ საშიში ხალხი. იმ ვიღაცა მოღუნული ტიპების გამოგზავნას. შენ აქ რა გინდა? ვიცოდი რაც იყავი. რა გააკეთე ეს გოგო? ხელი გამიშვი. რატომ მომატყუე? რის გამო? რა გინდა საერთოდ? მე არაფერი არ მომიტყუებია გეგა შენთვის. საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ. არაფერი არ ვიცი რა ხდება. ერთი სიტყვა არ მჯერა შენი რა. ნუ დაიჯერებ, რაც გინდა ისქენი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო შენს გამო. საკუთარი თავიც კი ჩავიგდე საფრთხეში. შენაირებს არ შეუძლია ცხვის გამო თავი ჩაიგდონ საფრთხეში. თქვენ ადამიანის მსგავსი არსებები ხართ. აი ზუსტად ისე, როგორც სოკოს ყავს თავისი მსგავსი, ოღონ შხამიანი. თქვენ ზუსტად ისე ადამიანებს გევხართ, თორე საკმარისია ვინმე მოგიახლოვდეთ და ეგრევე შხამავთ. ეგრევე წამლავთ სასიკვდილოდ. მაგრამ ჩემთან იცოდე იქ არ გაგიხართ. ძალიან რთულად ცხოვრობ გეგა. ჩემი ცხოვრება და მე გადავწყვეტ როგორ ვიცხოვრო, გაიგე? უბრალოდ იცი რისი თქმა მინდა. ვაი, მაგ საქციელით, როგორადაც შენ იქცევი, ხო? ყველა ბოლომდე გამოგიყენებს. გამოგიყენებს ზუსტად მანამ სანამ ჭირდები. არავის არ ექნება შენი ნდობა. აი არავის. და იცი რატომ? იმიტომ რომ სხვისი ღალატით დამტკიცებული ერთგულებიც არავის არ წამს. არავის. აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს. მაინც შენსაც აწვევი. სად არის კახა? რა? ვიცი რომ შენთან არის. აი ოდესმე. თუ დაგწავდა რა. და მე და შენ ყავით დასალევად. დრო გამოვნახით. აუცილებლად გადაგიშლი გულს.
დავაი, გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. აი, რა გჭირს, ბიჭო, დალიე რა. ადრე ჭიქას ვერ გაგდევინებდი ხოლმე ხელიდან, ეხლა რა გეტაკა. მუშაობა ხვალ არ მინდა ის დაბა. ეგრე შეჭიმა მეც არავს ხო, მაგრამ კაცმა სუფრაიკის რა პატივისცემა უნდა და ჩვენ ვცეთ პატივიტო. კაი, შეეშვი თუ არ უნდა დალევა რას აძალებ. მაგე აქ არის სასმელი და თუ მოუნდება ხო დალევს არა? მე რას მასწავლი ამას, მაო? ამას უნდა დაძალება ძმა. აი რომ დააძალებ, მე იმდენს დალევს რომ შეიძლება ხელებში ჩაგაკვდეს. ყველა არ მინდა ის ჩაკვდომა და აი ერთ ჭიქას დავლევ, კაროჩე. შიო ბაზარი არა. დაასხი. მოდი ახლა მე ვიტყვი სადღერძელოს. მიდი შე რო იცი ისინი. გაგვიმარჯოს ბიჭებო. გაუმარჯოს იცი რას? ბედნიერებას გაუმარჯოს მაო. ბაზარი არა. აი იმ ბედნიერებას გაუმარჯოს, თავს რო იგრძნო ბედნიერად ძმაო და ყველაფერი ფეხებზე რო კიდია. შარში ხარ, პრობლემა გაქვს, ვალი გაქვს ძმაო. აი ყველაფერი რო კიდია. უბრალოდ გრძნო ბედნიერებას და აი მაგ ბედნიერების გრძნობას გაუმარჯოს. იმენა მაგრა ჩამოაყალიბე შენზე მოვასპიცავა. გაუმარჯოს ბედნიერებას რა. აი ბედნიერი თუ არ ხარ, შენ უბედური ხარ. გაუმარჯოს ბედნიერებას. ახე რა სახით იზახის ბედნიერების ადრეიზებას. დეპრესიაში ჩაგაგდებს იმენი. რა გჭირს, მაო, რა გჭირს, მართლა და მართლა. არ მომწოხარ ეგეთი ტიპიტო. რამე ხდება ძმაო, რამე გჭირს. არაფერია. ვამა ხო შემიკიკინა იმენი. ალო. ლოვემბრაუში. ო, ნუცუბიზის პლატოზე ბიჭო ეკლესიასთან. დაგუგლე შეჩემა, დაგუგლე. ოკეჩ, შენთან პატარა საბაზრო მაქვს რა. ისე. გულდისი არ გამიგო. ჩემი ლაშექსას ძამახარე. ლაშექსა ჩემი ბავშვობის ბრატია. შენ ძმაო მაგარ პატივს გცემ და მაგრად გაფასებ. აშას კი ვებაზრე და აუხსენი სიტუაცია. მაგრამ შენთანაც უეჭველი უნდა მებაზრა. შენდაზე მინდა რა ლაპარაკი. კაროჩე ელენე მიყვარს რა. აი ძალიან მიყვარს მაო. მე და შენ ეს ბოლო პერიოდი რო დავახლოვდი ძმაო შენთვის რო არ მეთქვა არ გამოდიოდა რა ეს ამბავი. სერიოზულად უყურებ ძმაო და მე ის პატარა ბიჭი არა ვარ. რაღაცა რო თქვა და დარწმუნებული არ ვიყო. ხო ხდები რა? ხო, რა ვიცი. 28 წლის გოგო ბოლო და თვითონა გადაწყვიტოს ვინ ეყარება, ვინ არ ეყარება. მაგაში რა თქმა უნდა არ ჩავერვე. თვითონ რასაც გადაწყვეტს, ყველაფერში მხარს დაუჭე. არ ჯიგარი ხარ ისე რომ მითხარი რა, იმიტომ ზედმეტის ლაპარაკს არ დაგიწყებ ხარ რომ ჩემი და მიყვარს და რას გავაკეთებ ის ბედნიერებისთვის კი იცი. ბაზარი არაა ძმაო, მე შენ გვერდში ვარ, ხო იცია რა? გაიხარე, გაიხარე. ჰა, რა შვებით ბიჭო, უჩემოთ ხო არა, მოვა ეხა ისის. ბიჭო, დაასხი. ვილაპარაკეთ რა. უთხარი ელენეს. მე? არაფერი. ლუკა იზვინი რა, ესაა ყალეძა. აი, ბიჭო, რა დაგემართა რა. დაასხი რა. დაასხი. დაასხი. ვა. ანდრეევიჩი, მაინც მგონია, რომ გეგას დაგეგმილია და მისი ხალხი იყო რა. ეჭიკაძემ ხო თქვა 5 შეიარაღებული პირი მონაწილეობდა.
არ ვიცი რა არა და როგორც მითხარი ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე და არ ვიცი რა მოხდა. თქვა ვიღაცამ გაგვყიდა ჩვენგან. მაინც ვინმეზე გააქვს ეჭვი? არა. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც ხდება რა. გეგას მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე ჩვენ კახა უკვე წაყვანილი გვყავდა. ხო? ესე იგი რა გამოდის რომ გეგა მიცოდა რომ კახა უკროყანაში იყო და მაგიტო მოვიდა იქ. რო ცოდნოდა იქ არ იყო, რატომ მოვიდოდა? წარმოდგენა არ მაქვს. თავი ამეხადა. მაგრამ არც ის არის გამორიცხული რომ გეგას მამა იყოს გარეული მაგ საქმეში. მამისმა თუ მაგდენი იცოდა გეგას რატომ გამოუშვებდა ჩვენთან. არ ვიცი როგორ რანაირად, მაგრამ ორივეს სასწრაფოდ მიხედეთ, კახასაც და გეგასაც. ხალხი გაუგზავნე უკვე. მერე რას ელოდებიან? შესაფერის მომენტს. არა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ გეგას მამას რა უყოთ? ამ ეტაპზე უბრალოდ დააგვერდით. და მე თუ მკითხავთ, ახლა კახა უფრო საშიშია. დრო არ უნდა მივცეთ. ანდრეევიჩ. რას ფიქრობ იცი? თევზი როდის გამოეგება ხოლმე ანგესზე? როცა სატყუარაა კარგი. ანუ ის რო ჩვენ ახლა ის გოგო გვჭირდება, ვინც კახასთან ერთად იყო. აიშო. არა ადამიანები. ესე როგორ გაგიმეტეს? ყველაფერი ხდება. მაგრამ თავად ისე რომ ყველას გაიცემა პასუხი. შენ პაპატირა მაგრამ განერვინა. ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი რომ ეხლაც ვერ მოვედი აზრზე. არა უშავს. თავარია რომ კარგად ხარ. მართლა ძალიან შემეშინდა. რა არ ვიფიქრე. გეგასაც დაურეკე და ვთხოვე რამეს რო გაიგებ და ეგრევე ეთქვა ჩემთვის, მაგრამ ალბათ დაავიწყდა. უცა, გეგას შენ დაურეკე? არ უნდა დამერეკა? არა. უნდა ვიერეკა გე. ხა. სად წაგიყვანეს? ვინ იყვნენ? და ისიც მაინტერესებს მე ხო არ ვარ რამე შუაში. აი შენ რა შუაში ხარ? შენ არაფერ შუაში ხარ. აი ხა მართლა არა მაქვს რა მოყოლის თავიდან. ყველაფერი ჩაივნის. ყველაფერს გაიგებ. შენ ხო იცი რამდენი რაღაც გადავიტანე. აღარ მინდა პრობლემებში ცხოვრება. მართლა ძალიან დავიხალე და მე მგონი დავიმსახურე სიმართლის ცოდნა და სიმშვიდეში ცხოვრება, არა? აი რა. შენ ხო იცი რომ არავინ არ შეგეხება. ბატონო გოგო. სოფია. გამარჯობა. იმ დროს რომ გითხარით. გასაგებია. კარგით, მე დაგტოვებთ. კარგი. რამე ხარ გჭირდება? მადლობა. კარგად ზრუნდებოდეთ. ანქანეთ ხართ? არა, ტაქსს გამოვიძახე. არ გინდა ტაქსი. სანდრო წაგიყვანს. არა, არ შეწუხდეთ. არა.
ასე ჯობია. კარგით. ხომ გითხარი არავის უთხრა აქ რომ ხარ თქო სოფია არავის არ ეტყვის გავაფრთხილე აფრთხილე ეს გაგაფრთხილე მაგრამ აი ხო ხედავ კახა ამისი ახსნა რატო გჭირდება ყველაფერი ისე გავაკეთე რომ არავის არაფერი გაუგია. შენ რატო იქცევი ეგრე? საიდან დავუკავშირდი? სანდროს თხოვე და ამარეკინა რა. გამაგიჟებ რა. გიგანახე? ერა. სახში არ არის, ტელეფონსაც არ პასუხობს. იმედია არ გადა. ისე შენს მალე მოგაგნებენ. ბატონო გაგო. მადლობა. მადლობას მომიხდი. შენ გამო არ გამეკეთებია ეგ. ყოველგვარი წივილის, კივილის და პანიკის გარეშე. ახლა ჩქარა ჩაჯიქი მანქანაში, თორემ სანამ შენი მეზობლები გამოგხედავენ, დამერწმუნე შენ ამ ქვეყნად აღარ იარსებებ. თუ ჩუმად იქნები, კი მე არაფერს დაგიშოვებ, კარგი? მე ხართ და რა გნებავთ? მაგას მანქანაში გეტყვი ყველაფერს. ეხლა არა მაქვს ამდენი დრო და შენი ხვეწნის ნერვებია. ხედული და მოაზროვნე ქალბატონი ყოფილხარ. გოჩა. რა გნებავთ? კახას ადგილს სამყოფელი უნდა მითხრა და რაც შეიძლება მალე. არ ვიცი მე იმ დღის მერე. კაი. არ მინდა ახლა შაბლონური პასუხები რა. დანამდვილებით ვიცი რომ იცი. ასე რომ გისმენ. მით. მართლა არ ვიცი. ბავშვს გაფიცევით.
ცუდია, გვაქვს რომ იფიცებთ ყოველზე. აბა დაფიქრდი, ხომ შეიძლება რაღაც დაემართოს არა? კახას გულისთვის, შვილს ასე როგორ იმეტებ გოგო? არა, მე მხიბლავს ახლა. ასეთი ერთგულების გამოვლინება, მაგრამ ამ მომენტში ხო სრულიად ზედმეტად მიმაჩნია. რო ვიცოდი ხო გეტყოდით არა? თქვენი აზრით ესეთ საფრთხეში ჩავიგდებდით თავს? გოგო. ხერ ხვდები ახლა რომ სიგნალს ეთამაში, შენ? მე თვითონ მომისმენი. მე ხა სამამდე დავითვლი და თუ არ მეტყვი სად არის კახა? უკანასკნელი, რასაც შენს ცხოვრებაში დაინახავ, ჩემი მომღიმარე სახე იქნება. 1 2 არა. ვიდა მართლა ჭკვიანი მეგონა.